ფოთის საცურაო კომპლექსის სპორტ დარბაზში მე-18 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ნანა ალექსანდრიას თასი 2025 დასრულდა. გამარჯვებულები გახდნენ. აღია ტურნირში ოქროს მედალი იანივ იუვალმა დაისაკუთრა ისრაელიდან. ვერცხლის მედლის მფლობელი გიგა ყუფარაძე გახდა. ბრინჯაოს მედალი სომეხ არსენ დავთიანს ერგო. ქალთა კატეგორიაში პირველი ადგილი ოქროს მედალი ჩინელმა ჟანგ ლანლინმა მოიპოვა. მეორე ადგილი ვერცხლის მედალი ქართველმა ალექსანდრა ვახანიამ დაისაკუთრა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ინგა ხუცილავა გახდა. ვეღია ტურნირში პირველ ადგილზე გიორგი ნაყოფია გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა. მეორე ადგილზე მურად ბასთანოვი, მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ცხადაძემ. ქალთა კატეგორიაში ოქროს მედალი ჰანჟე ლიანგმა მოიპოვა ჩინეთიდან. ვერცხლის მედალი თეა რუსიტაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი მარიამ გვათუა გახდა. ჩემს საკუთარ გვათუა, მესამე ადგილზე გავიდა ტურნირში. არ არის საფრანგეთის შედეგი, მაგრამ შემდეგი წლისთვის აუცილებლად გაუმჯობესდა. მითხრა მეგობრები დავუხატო ორგანიზატორებს ამ ტურნირის ჩატარებისთვის. ცეღია ტურნირში ოქროს მედალი ლადო კილასონიამ მოიპოვა. ვერცხლის მედალი ირაკლი ძოძუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი არტურ ვარდევანიანი გახდა. ქალთა კატეგორიაში ოქროს მედალი მარიამ გიორგაძეს ხვდა წილად. ვერცხლის მედალი ანანო კირთაძემ მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი ნინო გუნიამ. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში სენიორთა შორის გამარჯვება ზურაბ ლიფონავამ მოიპოვა. 12 წლამდე კატეგორიაში კი ანდრია ჯახაიამ. დეღია ტურნირში ოქროს მედალი ვანიკ ბასენციანმა მოიპოვა. ვერცხლის მედალი სერგო გაბუნიამ. ბრინჯაოს მედალი დიმიტრი ლომინაძემ დაისაკუთრა. ქალთა კატეგორიაში ოქროს მედალი ლილე ფირცხალაიშვილმა მოიპოვა. ვერცხლის მედალი ბარბარე ჭიოკაძემ. ბრინჯაოს მედლის მფლობელი თამარ ჭანტურია გახდა. ეღია ტურნირში ოქროს მედალი ფოთელმა გიორგი სანიკიძემ მოიპოვა. ვერცხლის მედალი სომეხმა ვაჰან აბგარიანმა მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი მათე ნაფეტვარიძემ. ქალთა კატეგორიაში ოქროს მედალი ანნა გევორგიანმა მოიპოვა. ვერცხლის მედალი ანასტასია ბეჭვაიამ. პირველ ბლიც ტურნირში ოქროს მედალი არსენ დავთიანმა მოიპოვა. ვერცხლის მედალი ალექსანდრ კოპილოვმა. ბრინჯაოს მედალი რავან ალიევმა. ქალთა შორის თამარ ესაძე გავიდა. მეორე ბლიც ტურნირში გიორგი გამზარდიას თასი, ოქროს მედალი დავით ბენიძემ მოიპოვა. ვერცხლის მედალი სომეხმა სტეფან პოღოსიანმა. ბრინჯაოს მედალი ჰონგფუ დონმა. პირველ ადგილზე ქალთა შორის ჟანგ ლანლინი გავიდა. 10 წლამდე ჭაბუკთა შორის ოქროს მედალი მათე ქოიავამ მოიპოვა. ვერცხლის მედალი ლაზარე ლიჩელმა. ბრინჯაოს მედალი დანიელ ცხვიტარიძემ მოიპოვა. 10 წლამდე გოგონათა შორის პირველი ლილე სვანაძე იყო. მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ნია კვარაცხელიამ მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი ფოთელმა ნინო შუღოლაიამ დაისაკუთრა. 8 წლამდე ჭაბუკთა შორის ოქროს მედალი ჰაიკ აღაიანმა მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი იოანე ანთია გახდა. ბრინჯაოს მედალი დემეტრე საჯველაძემ მოიპოვა. 8 წლამდე გოგონათა შორის ოქროს მედალი ანასტასია გვასალიამ მოიპოვა. ვერცხლის მედალი ანასტასია მამულაძემ, ხოლო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი მარიამ მიქაძე გახდა. ეს ტურნირი არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობა და დიდი მადლობა გავუხატოთ ჯავახეთის ფედერაციას, ჩვენი ადგილობრივი სკოლის კონტროლერს და დაკავებას, სამეგრელოს ზემოწმების ფედერაციის პრეზიდენტი გერმანისავია და რა თქმა უნდა ჩვენი ქალაქის მუნიციპალიტეტს, ქალაქის მერს ბატონ გავაჭარაძეს, ალეკოთკაბუჩარას, რომ მათი უდიდესი მხარდაჭერა, მათი თანადგომა ზუსტად მათი შედეგი ისაც გვაქვს წარმატებული, ეს არის ამ ადამიანების მხარდაჭერა, თანადგომა და ფინანსება და ამიტომ ამიტომაც ეს დასრულდა ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელსაც ჩვენმა ქალაქმა უკვე მე-18 ჯერ უმასპინძლა. მინდა მადლობა გადავუხატო ყველა ორგანიზატორს და ყველა ჩართულ მხარეს, ვინც მონაწილეობას იღებს ფესტივალის ესე მაღალ დონეზე ჩატარებაში. ასევე მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულს, ვინც დღეს დაჯილდოვდა და წარმატებულს რომ მომავალში.
დავასრულეთ ჩვენი ტრადიციული რიგით მე-13 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი. მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალმა საკმაოდ წარმატებულად, მშვიდად, დარღვევების გარეშე ჩაიარა. ჯამში 15 სხვადასხვა ქვეყნის 400-ზე მეტი მოჭადრაკე მოგროვდა. მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს მობრძანებისთვის, ჩამობრძანებისთვის, შეხვდებით მომდევნო 2026 წელს. მონაწილეები მედლებით, თასებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.